კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ პერსონალურად მე რასაკვირველია ვიწონებ, ხაზგასმით ვამბობ, ვიწონებ და არა ვიწუნებ რიკოთის მონაკვეთს იმ დიდი მაგისტრალისა, რომელიც იწყება აღმოსავლეთიდან და დასრულდება თუ სრულდება დასავლეთ საქართველოში. მივესალმები, კარგია, მაგრამ მადლობას არამც და არამც არ ვიხდი, იმიტომ რომ ჩემთვის გზას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ შემთხვევაში და მხოლოდ იმ კონტექსტში თუ ეს გზა ან ნებისმიერი სხვა პროექტი, ნებისმიერი სხვა ამბავი საქართველოსთვის იქნება, თუ გზას ჩვენ წარმოვადგენთ ან წარმოვაჩენთ ან ვიაზრებთ როგორც შუა დერეფლისათვის აუცილებელ და დამაკავშირებელ მონაკვეთს, დამაკავშირებელ სატრანსპორტო გზას, ამ შემთხვევაში რასაკვირველია მივესალმებით, მაგრამ თუ რომელიღაც ეტაპზე პირდაპირ მნიშვნელობით, ან ირიბი მნიშვნელობით თუნდაც შემორიხინდებიან ჩვენს ქვეყანაში რუსული ტანკები, რუსული მძიმე ტექნიკა და ეს გზა იოლად გაატარებს, ამ შემთხვევაში მე გზა პერსონალურად არ მინდა, მეთქი ასე ვიტყვი, რასაკვირველია, მე მწუხვარ, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება პირდაპირ ან ირიბი მნიშვნელობით სწორედაც რომ რუსული ტანკების შემორიხინებისთვის არის ამ ქვეყნის სათავეში გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულიდან 90-იანი წლების დასაწყისიდან ბიზიდა ივანიშვილი მოამზადა რუსეთის სპეცსამსახურებას სწორედ იმისთვის, რომ ბიზიდა ივანიშვილი გამხდარიყო საქართველოს მმართველი ჯერ კიდევ 2003 წელს, 2003-2005 წლებში და ჩაებარებინა საქართველო როგორც ქვეყანა რუსეთისათვის და უკვე იმ ხანად, ანუ 20-25 წლის წინ საქართველო გარდაქმნილიყო კავკასიის ბელარუსად, გადაიდო ეს პროექტი მიზეზთა გამო და აი უკვე 2012 წელს კი რუსეთმა შეგვისრულა, ასე ვიტყვი, ჩაგვიტარა კომბინაცია და მე უკვე მე-13 წლის თავზე ბიზიდა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან უკვე თავიდან ბოლომდე ჩამოიხსნა მან ნიღაბი და წარმოჩინდა როგორც ქართულგვარიანი რუსი უარესი მეთქი ვიდრე სერგო ორჯონიკიძე. ამასაც თამამად ვამბობ, იმიტომ კი არა, რომ სერგო ორჯონიკიძეს რამ დადებით თვისება ჰქონდა, რასაკვირველია, რა ის ამომგდებია ჩვენი ქვეყნისა, მაგრამ ბიზიდა ივანიშვილი კიდევ უფრო მეტი ამომგდებია, იმიტომ რომ სერგო ორჯონიკიძე რუსეთის სამსახურში იყო პირდაპირ, ხოლო ბიზიდა ივანიშვილი რუსეთის სამსახურშია ირიბად, ასე ვიტყვი, უბრალოდ პირდაპირ არის, მაგრამ კარგად არის კამოფულირებული, კარგად არის ჯერაც შეფუთული, მიუხედავად იმისა, რომ იხსნის ამ ნიღაბს და დამოუკიდებელი საქართველოს გადააგდება უნდა მას რუსეთის იმპერიაში, რომელიც მძლავრია, აქვე ვიტყვი, რასაკვირველია, მძლავრია. ამიტომ გზას მივესალმები, კვლავ ვიტყვი, მაგრამ გზა თუ საქართველო იქნება რუსული, ხო, ეს გზა მე არ მინდა, ისევე როგორც არც ერთი პროექტი არ მინდა, გაკეთებული კომუნისტების მიერ, გაკეთებული მეფის რუსეთის მიერ, გაკეთებული ნეოკომუნისტების, ნეობოლშევიკების, პრორუსების და რუსების და ქართულგვარიანი რუსებისა და ბიზიდა ივანიშვილების მიერ, თუ საქართველო გადაბარგდება რუსეთის ჩასაძირ, ასე ვიტყვი, გემსა თუ ნავში, რომელიც ადრე იქნება თუ გვიან რასაკვირველია დაინგრევა, ჩაიზირება, დედაც ეტირება, მეთქი ხმამაღლა ვიტყვი ასე. ახლა მე სხვა თემაზე ვსაუბრობ და მე თქვენის ნებართვით ვისაუბრებ თემაზე, როგორ რამდენად უმძიმეს მდგომარეობაში არის დამოუკიდებელი ქართული მედია. ბიზიდა ივანიშვილი პირდაპირ ამ მედიას თუნთლად გულახდილები ვიქნებით არ აღრჩობს. პირდაპირ აი არ შემოდიან მისი გედედეს თუ სპეცრაზმის თუ სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები და ხელბორკილებს არადებენ ასე მაგალითად ჩემ მეგობარსა და კოლეგას ახო სანაიას ფორმულაში ან ნებისმიერ ჟურნალისტს, თქვა TV ჟურნალისტს თუ ტელეწამყვანს TV პირველში, მაგრამ ბიზიდა ივანიშვილი ქმნის ისეთ გარემოს, რომლის შედეგადაც შესაძლოა, ყველა სიტყვას მეტნაკლებად ზუსტად წარმოვთქვამ, შესაძლოა რომელიმე ერთი არხი და ორი არხი გვაქვს ჩვენ დახურული რეალურად, რომელიმე ერთი არხი ან ორივე არხი 2026 წელს გადავჭით მაინც 25-ში, მაგრამ 26 წელს მიიხუროს ბუნებრივად ან ვინმე რომ ჩათვლის რომ ბუნებრივად. ეხლა ნახეთ, რა მდგომარეობაა და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს უნდა ვენდოთ, რასაკვირველია, იმიტომ რომ შეიძლება არ მოგწონთ რომელიმე თქვენგანს ეგ გიგაურის ეს არასამთავრობო დასუსტებული ორგანიზაცია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც და სხვა შემთხვევაშიც ჩემი აზრით ის ობიექტურად აანალიზებს, რაც თავარია ესეთი აი კონკრეტული მონაცემები აქვს, მე მთელ კვლევას ცხადია არ წაგიკითხავთ,
საერთაშორისო გამჭვირვალობა ძალიან საინტერესო კვლევას აკეთებს, აქვეყნებს 2024-25 წლების სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის კვლევა, ეს 30 დეკემბერს, ანუ დღეს გამოქვეყნდა. 2024-25 წლებში პროსამთავრობო მაუწყებლებმა ჯამში 99.5 მილიონი ლარის კომერციული სარეკლამო შემოსავალი მიიღეს. ანუ იმედმა, რუსთავიორმა, პოსტივი და ასე შემდეგ. კრიტიკულმა ტელევიზიებმა კი დახურული თავარი არხის ჩათვლით თითქმის 4-ჯერ ნაკლები, ანუ 23 მილიონი. ახლა მე ადრეც მქონდა ამ თემაზე ვიდეობლოგი და ადრეც მქონდა ჩემი რემარკები ამასთან დაკავშირებით. განა 4-ჯერ მეტია მათი, ანუ პროსამთავრობო არხების რეიტინგი კრიტიკულად განწყობილი მედიის რეიტინგებზე, მაგრამ არა თვითცენზურა, ან გარკვეული კონიუნქტურა რეკლამის მიმცემ მსხვილ და საშუალო და წვრილ კომპანიებს ავალდებულ უბიძგებს, მოდი ასე ვიტყვი, რომ სწორედ სამთავრობო არხებზე მიიტანონ მათ რეკლამა და აი აქედან გამომდინარე ისინიც თითქოს პასუხისმგებელნი არიან იმაში, რომ თავარი არხი უკვე დაიხურა და TV პირველსა და TV ფორმულას იცით თქვენ, არ ვიცი იცით თუ არა, უბრალოდ მაგრამ გეტყვით, გაგიმხილთ, ძალიან უკიდურესად უჭირს ამ ორივე იმ არხს, რომელიც გთავაზობთ თქვენ დამოუკიდებელ გამოძიებას, რომელიც გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ ჟურნალისტურ სიუჟეტებს, მაღალკვალიფიციურ სიუჟეტებს, კრიტიკული კითხვები ისმოდა და ისმის თავრობის წევრთა, დე-ფაქტო მთავრობის წევრთა მისამართით და ასე შემდეგ. მაგალითად, ჩვენ ვლაპარაკობდით იმაზე, რომ ღარიბაშვილი კორუმპირებულია და ეს მთავრობა გადაეფარებოდა მთავრობის ამ ხელისუფლების წარმომადგენლები იცავდნენ და იცავდნენ ღარიბაშვილს. ამას ვლაპარაკობდით ჩვენ მაგალითად 5 წლის წინ, ან 7 წლის წინ. ვლაპარაკობდით, რომ ლილუაშვილი ასე ცუდად იქცევა, ვლაპარაკობდით იმაზე, რომ კოლცენტრები არსებობს, ვლაპარაკობდით იმაზე, რომ ესე გარყვნილია, ან შელახულია, ან გამომპალია საქართველოს ხელისუფლება, მაშინ, როდესაც პირში წყალი ჰქონდათ ჩაგუბებული პროსამთავრობო არხებს, რომლებშიც მიაქვთ დიდი რაოდენობით რეკლამა, სწორედ იმ რეკლამის მიმცემ კომპანიებსაც, რომლებსაც თითქოს ვერ მიედავები არადემოკრატიულობაში, მაგალითად ფინანსური ინსტიტუციებს, მაგალითად დიდი კაცილებით დიდი რეკლამა მიაქვს საქართველოს ბანკს ან TBC ბანკს, სწორედაც რომ გაგიკვირდებათ და პროსამთავრობო არხებზე, მაშინ კვლავ ვიმეორებ, როდესაც არანაირი ამის საფუძველი რეიტინგების მიხედვით არ არის. შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო 25 წელს მაუწყებლობა ვეღარ განაახლა 17-მა რეგიონულმა მაუწყებელმა. წარმოიდგინეთ, რეგიონები, იმერეთის რეგიონი, აჭარის რეგიონი, მაგალითად ხო, ავიცი ქართლის რეგიონი, ქვემო ქართლის რეგიონი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იქ არის მნიშვნელოვანი, რომ ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილონ ყურადღება იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც მუშაობენ ასე მაგალითად მარნეულში და ცენტრალური ტელევიზიები, ასე თბილისიდან მაუწყებელი ტელევიზიები ვერ ერევიან ამ საკითხს, მათ შორის დროის უქონლობის გამო და რესურსების უქონლობის გამო. აქედან გამომდინარე, მედიაში ხდება იქ რა ხდება, აი მარნეულში რა ხდება, გორში რა ხდება, ზუგდიდში რა ხდება და მიზესთა გამო, იმიტომ რომ აი ესეთი უმძიმესი ფინანსური მდგომარეობა ვერ ახერხებენ ისინი მაუწყებლობის გააგრძელებას, ვეღარ განაახლა 17-მა მაუწყებელმა. ფინანსური კრიზისის გამო დახურვის საფრთხის წინაშე არიან ქვეყნის მთავარი კრიტიკული მაუწყებლები, ფორმულა და ტელეკომპანია პირველი. კრიტიკული მაუწყებლობის დახურვა და მე უკვე დასკვნა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსი გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას. ჯეროვანი ინფორმირება, იმიტომ რომ უკრებლივ ყველა ინფორმაციის ყველა სხვა წყარო, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც 105 მილიონს იღებს ბიუჯეტიდან, ისედაც რასაკვირველია ჯეროვან, ობიექტურ, გაანალიზებულ, საზოგადოებისთვის საზოგადოების ინტერესის გამთვალისწინებელ ინფორმაციას ვერ აწვდის. ისინი ყველანი სახელმწიფო ნავში არიან მოქცეულები. კომუნიკაციის კომისიის მონაცემებით 24 წელს 105 მოქმედი მაუწყებელი ტელევიზია და რადიო ფიქსირდება 24 წელს, რომელთა ჯამური შემოსავალი არასამაუწყებლო შემოსავლების ჩათვლით 252 მილიონი ლარი იყო, ხოლო მაუწყებლობიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავლებმა 111 მილიონზე მეტი შეადგინა. აქედან 101 მილიონი ტელევიზიებმა, ხოლო რაღაც 10 მილიონი არც კი 9.6 ლარი კი რადიოებმა, ჯამში 102 ტელერადიო მაუწყებელმა. ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ბევრი ინფორმაციას გვაწვდის, მაგრამ 25 წლის, იმდენად წლის მესამე კვარტალზე გავამახვილებ ყურადღებას. გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ანუ პირველ 3 კვარტალთან შედარებით, 11 მილიონი
ლარით 65 მილიონ ლარამდე გაიზარდა მაუწყებლების მიერ კომერციული რეკლამიდან მიღებული ჯამური შემოსავალი 25 წლის პირველ 3 კვარტალში 12 მილიონი ლარით 59 მილიონი ლარამდე გაიზარდა უშუალოდ სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები, ანუ ამ 65-დან 59 მილიონამდე. სარეკლამო შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა პროსამთავრებო ტელევიზიების ხარჯზე ფიქსირდება, მხოლოდ 25 წლის მესამე კვარტალში წინა წლის იმავე კვარტალთან შედარებით ტელეკომპანია იმედის სარეკლამო შემოსავალი 8.8 მილიონი ლარით გაიზარდა და 14.4 მილიონი ლარი შეადგინა და 100,000 ლარით გაიზარდა სულ რაღაც TV პირველის, ხოლო ჩვენი ფორმულას ბიუჯეტი სარეკლამო შემოსავლები არ გაზრდილა და 800,000 მივიღეთ ჩვენ პირველი 3 თვის განმავლობაში თურმე და ეს კომკომის ოფიციალური მონაცემებია ხალხო. კარგად უნდა გავიგოთ, რომ თუ არ იარსებებს ფორმულა, მოგწონთ ეს ფორმულა თუ არა, რომელიმე პროპაგანდისტი უწოდებს თუ არა ფორმულაში ასე მაგალითად ფორმულაში თანამშრომლებს ჟურნალისტებს ჟურნალისტები და რაღაც ისურლებს რო იგონებენ ხოლმე ეს ის არხებია რომლებიც ამ ხელისუფლებას კრიტიკული კითხვებით მიმართავენ სამწუხარო ამბავი იცით რა არის კიდევ ერთი დეტალი რაზეც კოლევაში ბუნებრივია რომ არც არის საუბარი ახლავე ნებისმიერი ოპოზიციონერი მზად არის რომ მივიდეს TV იმედის ეთერში აი გია ჯაფარიძეს და თუ არ ვცდები ზურა ჯაფარიძეს სულ მუდმივად ამახვილებდნენ ყურადღებას იმაზე რომ დამიძახეთ პირდაპირ ეთერში და მე მოვალ იქ თქვენს მოედანზე TV იმედში და იქ ვილაპარაკოთ და როდესაც მივიდა ზურა ჯაფარიძე კარგახნით ადრე უცნობ გია გაჩეჩილაძესთან პირდაპირ მნიშვნელობით ჩემი მოსაზრებით ყოველ შემთხვევაში 50-0 ამან გარიში დაამარცხა პროპაგანდისტი გია გაჩეჩილაძე ზურა ჯაფარიძე ახლაც დაუძახეთ და მივლენ მაგრამ ჩვენ რომ ვეძახით სამთავრობო არხებისაგან განსხვავებით მთავრობის ან ეგრეთ წოდებული მთავრობის წარმომადგენლებს ისინი არ მოდიან ნებისმიერ ფორმატში დებატი იქნება თუ უშუალოდ ჟურნალისტთან საუბარი ნებისმიერ ჩვენგანთან დავასახელებ TV პირველის წამყვანებს ეკა მიშველაძესთან ინგასთან თავის სხვასთან ჩვენთან ვახოსთან ჩემთან ნინოსთან სოფოსთან გიორგისთან და მოვიდნენ და ეგრეთ წოდებული მთავრობის წარმომადგენლები გნებავთ ერთ-ერთზე ვისაუბროთ გნებავთ დებატი გამართონ იგივე თუ უნდაც ზურა ჯაფარიძესთან ან ვინც საპატიმროში არ არის ნებისმიერ სხვა პოლიტიკოსთან ვინც ახლა თავისუფალია ან ჯერჯერობით თავისუფალია ვიტყვი ასეთ აი ამგვარ უფსკრულს ქმნის და ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა და აღრმავებს ამოფსკრულს და ამითაც რუსეთის ინტერესებს ემსახურება ესეც უნდა თქვათ მაგრამ მე რომ დაუბრუნდე თემას რა ხდება ტელემედია ჩვენი, აი კრიტიკულად განწყობილი ოპოზიციური არასწორი სიტყვა კრიტიკულად განწყობილი ტელემედია არის უმძიმეს მდგომარეობაში 26 წელი ჩვენთვის იქნება უაღრესად მძიმე, აქვე გეტყვით მე არც მაგას არ დავამალავ რომ თვიდან თვემდე ჩვენ ხელფას ვერ ვიღეთ და უმძიმესი მდგომარეობა ამ თვალსაზრისითაც აი ფორმულაში ასეთ მდგომარეობა მე არ ვიცი პირველი ფინანსური მდგომარეობა მაგრამ არც იმათ არ ულხილთ დარწმუნებული ვარ და ასე შემდეგ და ჩვენ შიშველი ენთუზიაზმით მერქი მათ შორის არა მხოლოდ წამყვანები არამედ ტექნიკური პერსონალის ახალგაზრდები ჟურნალისტები რომლებსაც დიდი პერსპექტივა აქვს ესენი თვიდან თვემდე დადიან სამსახურში აკეთებენ სიუჟეტებს აკეთებენ ჟურნალისტურ მასალებს იზიებენ აი დათო კაშიაშვილის მაგალითად ჟურნალისტური გამოძიების რაღაც ჯგუფი როა ხო იზიებენ რაღაც კონკრეტულ ამბებს გიამბობენ და ასე შემდეგ ხო აბსოლუტური ენთუზიაზმის საფუძველზე და ეს რომ არ იყოს რომ არ აშკარავდებოდეს ის რასაც ჩვენ ფორმულას კუთხით ვილაპარაკებ ხო ვაწვით საზოგადოებას რა საშინელებებსაც ჩადის ეს ხელისუფლება ხო იქნება აბსოლუტურად ერთფეროვნება რას ერთფეროვნება და პროპაგანდა თავიდან ბოლომდე რაც უნდა კიდეც ბიზნა ივანიშვილს მას ხო ასე წარმოედგინა ის რუსთავი ორს ეხებოდა მაგრამ აიც საბოლოო ჯამში ეხება ყველა კრიტიკულ მედიას იმხანად რუსთავი ორი კრიტიკული მედია იყო რომ ამას ამბობდა ბიზნა ივანიშვილი ბანდიტი რომ არ არსებობდეს რუსთავი ორი რომ გამოირთოს რუსთავი ორი ხო აღარ ჩაქრეს რუსთავი ორი ამ შემთხვევაში ჩაქრეს TV პირველი და TV ფორმულა ყველაფერი იქნება კარგად და საზოგადოება ესე არ დაიზაფრება ესე არ ამბობდა მაგრამ ეს სიტყვა არ წარმოუდგავს მაგრამ ამას გულისხმობდა რომ ყველაფერი საზოგადოება დაინახავს იმ სიმართლეს რომელიც ბიზნა ივანიშვილისაგან ბიზნა ივანიშვილს უნდა რომ გაიგოს ეს სიმართლე საზოგადოებამ სიმართლე კი არ არის ალბათ ტყუილი ასე რომ 26 წელი ჩვენთან მიმართებაში გეტყვით გულახდილად იქნება ძალიან მძიმე ჩვენ გვაქვს იმედი საზოგადოების თანადგომისა იმიტომ რომ ჩაქრება ფორმულა ან TV პირველი ან ორივე ერთად დასრულდება ძალიან ბევრი რამე ამ ქვეყანაში იმიტომ არ არის ჩვენ იდეალურები ვართ რასაკვირველია ძალიან შორს ვართ
რასაკვირველია, რასაკვირველია, ბევრ შეცდომასაც ვუშვებთ. რასაკვირველია, არ ვაკრიტიკებ უბრალოდ. ხო, ბევრი რასაწუნი გვაქვს ესე ვიტყვი, მაგრამ ჩვენ ვართ ის მედია საშუალებები, რომლებიც ჯერაც აი ამ კრიტიკულ და მძიმე ვითარებაში შეცდომებით თუნდაც ხანდახან, მაგრამ მაინც ვაშუქებთ მოვლენებს, სვამთ კრიტიკულ კითხვებს და ჩვენი დანადგურება რომ სტადია ბევრს, ეს დანადგურება სტადია და თუ მოახერხა ეს დანადგურება მთავრობა წოდებულმა ბანდამ, ამ შემთხვევაში ეს იქნება უარესი საქართველოსთვის. არა ვართ ჩვენ განსაკუთრებულები, ვართ ჩვენ ვართ აუცილებლები ამ ქვეყნისთვის, ასე ვიტყვი საკუთარ თავს, ეს მეთქი გავბედავ და ვიტყვი, მაგრამ არა, ჩემზე არ ვლაპარაკობ კონკრეტულად, რასაკვირველია ვლაპარაკობ უფრო ჩემს კოლეგებზე, იმიტომ რომ აქ ისმის სწორედ ფორმულაზე ისმის პირველზე ისმის ის კრიტიკული, ის რესპონდენტები, რომლებსაც ვერასოდეს ნახავთ სამთავრობო არხებზე, სწორედ აქ არიან. ჩვენ შესაძლოა რაღაც სხვა კითხვებით უნდა მივმართავდეთ მათ, მაგრამ სხვაგვარი კითხვებითაც უნდა მივმართავდეთ, მაგრამ აქ არიან და ისინი ლაპარაკობენ იმაზე, რასაც ჩადის ეს ხელისუფლება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. აქვე ბოლო აკორდი, ეს თეორია იმის თაობაზე, რომ აი კობახიძე ახლა ჩაანაცვლებს ბიზნესს და ასე შემდეგ. ეს თეორია, ამ თეორიას მე არ ვემხრობი, გულახდილად გეტყვით, არა ვარ მაინც და მაინც იმის მომხრე რომ გამოვიყვანოთ და ვერბალურად დავხრიტოთ ამ თეორიის ავტორი, მაგრამ რომ ვიცოდეთ, მაინც ბიზნა არის ერთადერთი საყრდენი მოცემულ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში რუსეთისათვის და ბიზნა ივანიშვილი ხარიბდება, მეთქი, არ ვეთანხმები ზურა ჯაფარიძეს, ზურა აბაშიძეებს ხო არ ვეთანხმები, მაგრამ აი ზურა ჯაფარიძეს არ ვეთანხმები, რომელიც ამბობს, რომ ბიზნა არ გაარიღა, ესე ამბობს თუ ვწდები, ანებეთ თავი ამ ყველაფერს ნახავთ ქვეყნის ნებართვით, ამას ზურას სტატუს და ბარემ გეტყვით, როგორც დაწერა ზუსტად რომ მეტყვილის თქვა არ მოგამომივიდეს ზურა გაგირჩი ჯაფარიძე, ზურამ დაწერა, მას პატივისცემას უდასტურებ, რომ აი, ვეღარ ვნახო, ბოდის ვიხდი, ხო სადღაც იყო და რაღაც შემხვდა. აი, შეიძლება სხვას ქონდა გავრცელებული, მაგრამ მოკლედ მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ბიზნას ჩაანაცვლებენ კობახიძით, რუსეთი კობახიძეს ეყრდობა და ასე შემდეგ. ბიზნაა მთავარი საყრდენი, ბიზნას გარეშე ჩიტსაც კი ვერ გაუჭაჭანებია, ვერაფრენილა აბასტომრიდან ვერ გამოფრენილა ბორჯომის ხეობისაკენ, ეს რომ ვიცოდეთ მაინც და ბიზნაზე უნდა კონცენტრირდეთ და ბიზნა იყოს უნდა მთავარი საბიზნე, ჩემი აზრით. მედიას კი მძიმე დროება უდგას და თქვენი თუნდაც სიტყვიერი გამხნევება თითოეულ ჩვენგანს რასაკვირველია, სჭირდება გადავრჩებით ყველანი ერთად, მათ შორის დღევანდელი ერთმანეთის ოპონენტებიც, ოღონდ ყველანი ის ადამიანები, ვინც ხელისუფლება ბანდას მართლა ალალად და არა მაიმუნურად ეძინა აღმდეგება. ასე მგონია მე. ნახვამდის.